შრომის უსაფრთხოების კომპონენტებზე ძალიან მიხარია, რომ უსაფრთხოების აკადემიასთან ერთად უკვე საკმაოდ დიდი ხანია დავიწყეთ ერთობლივ კამპანიას მათ შორის. თამამად ვიტყვი ამ სიტყვას, რასაც ქვია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა ბიზნესში, რა თქმა უნდა და მათ შორის განათლება ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. განათლებას ახლავს ორი მნიშვნელოვანი ქვეპუნქტიც ამავდროულად. ეს არის პრაქტიკაში განათლების იმპლემენტირება და ეს არის ნომერ პირველი გამოწვევა და მნიშვნელოვანი საკითხი და მეორე საერთაშორისო სტანდარტები და საერთაშორისო გამოცდილების გააზიარებას თუნდაც შრომითი უსაფრთხოების პრიზმაში. მოკლედ ამ ყველაფერს ცხადია გადაცემის მეორე ბლოკში უსაფრთხოების აკადემიასთან ერთად განვავრცობთ და განვაგრძობთ საუბარს ილონა შუხუას მინდა მივესალმო, რომელიც უსაფრთხოების აკადემიის დირექტორის მოადგილე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გახლავთ. ილონა, მოგესალმებით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ხართ ჩვენთან ერთად და მადლობა უპირველეს ყოვლისა იმისთვის რომ აი ამ ინფორმაციებით მუდმივად უკვე მესამე ეთერია ჩვენს მაყურებელს დეტალური ინფორმაციას ვაზრდით ზოგადად შრომითი უსაფრთხოების პრეფერენციების შესახებ. ხო, საერთაშორისო ვერტიკალზე მინდა გკითხოთ, ეხლა არც თუ დიდი ხნის წინ დაბრუნდით საერთაშორისო ვიზიტებიდან და მაინტერესებს აი ეს კონკრეტული საერთაშორისო ვერტიკალი, საერთაშორისო გამოცდილება, სტანდარტიზაცია, ლიცენზირება, აი ეს კომპონენტები დავიწყოთ ჩვენს წინა სიტყვაობაში და შემდეგ უკვე განვავრცოთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად. გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით სანდრო, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. სწორად აღნიშნეთ, გასულ კვირაში როგორც დავაანონსეთ, ჩვენი დელეგაცია წარდგენილი იყო ბრიუსელში, ევროპარლამენტში. საკმაოდ მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა და სამუშაო ჯგუფს უსაფრთხოების აკადემიიდან ხელმძღვანელობდა კოლეჯის დამფუძნებელი, დირექტორი და სულისჩამდგმელი ბატონი დავით მაზმიშვილი, რომელიც პირდაპირ ჩაერთო ყველა იმ აქტივობაში, რაც კონფერენციის ფარგლებში იყო დაგეგმილი და თემა ალბათ აინტერესებს მაყურებელს, რის გარშემოც კონფერენცია ჩატარდა. ეს იყო გამოწვევები საერთაშორისო პროფესიული განათლების სისტემაში და ის მექანიზმები, რაც შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლობაში დაეხმაროს სისტემას. აქედან გამომდინარე, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ასევე ჩართული იყვნენ ევროპარლამენტარები და თითქმის ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუცია, ორგანიზაციები, პროფესიული კოლეჯები და ასე შემდეგ და მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ემსჯელათ რა ტიპის პრობლემები არსებობს და როგორ უნდა გადაჭრან ეს პრობლემები. ამ პროცესში ბატონმა დავითმა მათ გააცნო უსაფრთხოების აკადემიის მისია, ხედვა, პროგრამები და ის მეთოდები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და მინდა გითხრათ, რომ კონფერენციაზე წარდგენილი იყო ახალი და ასე ვთქვათ, საერთაშორისო კვლევის შედეგები სტუდენტებთან და პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესოა შედეგები. აი რასაც ჩვენებს ეს შედეგები, სხვადასხვა ძალიან საინტერესოა, როდესაც აი გამოცდილების გაზიარება ხდება, მათ შორის ისეთ ინსტანციებში და ისეთ ინსტიტუციებში, როგორც თუნდაც იგივე ევროპარლამენტი, ხო? და მათ შორის ევროსტრუქტურები, რომლებიც შრომითი უსაფრთხოების პრეფერენციების ფუძემდებლებიც არიან, ხო? მე მინდა ორ ნაწილად გკითხოთ, გავშალო ჩემი კითხვა. პირველი, შედეგები ახსენეთ თქვენ კვლევის და აი რა არის რეზულტატები, ზოგადად აი შრომითი უსაფრთხოების პრიზმაში და მეორე ნაწილი, ანუ აი შეფასებების სპექტრი როგორი იყო თვითონ საერთაშორისო ტრიბუნებიდან. კი ბატონო. ძალიან საინტერესო მაჩვენებელი დაფიქსირდა კვლევების შედეგად, რომელიც ჩატარდა 80% სტუდენტებისა აფიქსირებს, რომ მათ სჭირდებათ ახალი მიდგომა პროფესიულ სწავლებაში, ვინაიდან კლასიკური ტრადიციული მიდგომა, რომელიც ფოკუსირებულია და მეთანხმებით უფრო თეორიულ ჭრილზე, რა თქმა უნდა არა მარტო, მაგრამ ვცდილობთ ყველა, ხო, როგორც შეგვიძლია, რომ ჩართოთ პრაქტიკული კომპონენტი, მაგრამ პრობლემას თვალი უნდა გაუსწოროთ და რეალურად მოცემულობა არის ის საერთაშორისო მასშტაბითაც კი, რომ სტუდენტებს აკლიათ ის პრაქტიკული სიღრმე და ეს თეორია არ არის მათთვის ეფექტური. ისინი ამბობენ ამ კვლევის შედეგად, რომ დროა თეორიიდან მაქსიმალურად გადავიდნენ რეალურ სამუშაო გარემოში და რეალურ სამუშაო გარემოში შექმნილი პრაქტიკული მოცემულობიდან ისწავლონ უკვე თეორიული ნაწილიც. ვინაიდან შრომის ბაზარზე რა მოთხოვნებიც არსებობს და რა საჭიროებიც არსებობს, ამისთვის მათ სჭირდებათ კონკრეტული სპეციფიკური უნარები, რომელსაც მიიღებენ გაწერილ კონკრეტულ ვადაში და არა რაღაც წლების განმავლობაში. თქვენ ახსენეთ არაერთ გზის და წინა ეთერებში ვისაუბრია ამაზე, როდესაც აი პრაქტიკის იმპლემენტირება თქვენს რეალობაში ძალიან აქტიურად ხდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვათ და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრათ, აი როგორ ხდება თვითონ აი პრაქტიკული თეზისების შემოტანა საგანმანათლებლო პროცესში. კი ბატონო.
მე გეტყვით ჩვენ შემთხვევაში რას ვცდილობთ და მე გეტყვით საერთაშორისო მასშტაბით რა გამოცდილებას ასე რომ ვთქვათ ვღებულობთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ პროფილის შესაბამისი ობიექტები მოვიძიოთ, პრაქტიკის ობიექტები, სადაც მიდის ჩვენი სტუდენტების ჯგუფი და იქ ობიექტზე ხედავენ იმას, რასაც თეორიის ფარგლებში უხსნიდნენ მოდულების მიხედვით, ხო? და იქვე ასწავლიან მაგალითად რაღაც გეგმის შედგენა, პრობლემის იდენტიფიცირება როგორ უნდა მოხდეს ადგილზე, ხო? მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება, რასაც ახლა გვეუბნება, ხო? იქაც არის რა თქმა უნდა პრაქტიკული ელემენტები. ანუ გააჩნია ზოგს აყოფილა 50-50-ზე, ზოგს 70-50-ზე. მაგრამ ეხლა მოთხოვნა არის რომ ანუ მთლიანად გადავიდნენ პრაქტიკულ სისტემაზე და აქედან ამოდიოდეს თეორიული ნაწილი, რომ სტუდენტებისთვის იყოს უფრო მარტივად გასაგები, ეფექტური და დროში არ იყოს ეს ყველაფერი გაწელვადი. ამიტომაც დღეს მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო მასშტაბით აი ამ კონფერენციებით, პროექტებით, აქტივობებით ხდება გადაწყვეტილების მიღება, რა უნდა შემუშავდეს, როგორ უნდა დაიგეგმოს ეს პროცესი უმტკივნეულად, რომ ამან სწრაფი შედეგი გამოიყოს და გამოიწვიოს დაინტერესება, იმიტომ რომ პროფესიული მიმართულებით არსებობს გამოწვევები და თუ მოხდება სწორი რეაგირება და სწრაფად რეაგირება, შედეგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური და ეს დამეთანხმებით მოქმედებს არა მარტო განათლებაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაზე. ამიტომ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უსაფრთხოების აკადემია არ არის უბრალოდ მონაწილე. ის პირდაპირ ჩაერთო უკვე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მე როგორც ვიცი დელეგაციისგან, რომელიც იმყოფებოდა ბრიუსელში, მათ გააშღრეს თავიანთი იდეები და ბატონმა დავითმაც გააშღრა მისი ინიციატივები. ისინი საკმაოდ დაინტერესებულები არიან, რომ ერთობლივი ძალებით შემუშავდეს რაღაც ახალი ინოვაციური მიდგომები და მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის უკვე ეს ანუ პერსპექტივა აღარ არის უსაფრთხოების აკადემიის კოლეჯისთვის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვართ პირდაპირ ჩართული მხარეები და ეს არის რეალური მოცემულობა. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პროფესიული განვითარების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება ხდება, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან თადებითად აისახება ჩვენ სტუდენტებზე და აკადემიურ სტაფზე. შესაბამისად, ეს აისახება ქვეყნის ასე ვთქვათ სექტორის განვითარებაზე. სტანდარტებზეც მინდა გითხოთ, საერთაშორისო ლიცენზიის კოეფიციენტებზეც, სტანდარტებზეც და ასე შემდეგ, აი ამ კუთხით როგორ პოზიციონირებს ზოგადად ერთიანად ჩვენი პროფესიული განათლების ეკოსისტემა და უსაფრთხოების აკადემია იმთავრ. დიახ, სწორედ ეს არის ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების და ასე ვთქვათ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი, რომ მაქსიმალურად შემოვიღოთ ევროპული სტანდარტები და ანუ სტანდარტი არის ერთი, მაგრამ მიდგომა და ის მიღწევის საშუალება ყველა ქვეყანაში არის განსხვავებული და ეს გაერთიანებული ძალების საერთაშორისო მასშტაბით ვფიქრობ, რომ დაგვეხმარება და აქვე დავაანონსებ თქვენს მაყურებლებთან, რომ გქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან და ძალიან მალე ჩვენ გავწევრიანდებით და ამაზე შემდეგ ეთერებში გავაშღერებთ დეტალურად რა სარგებლოს მოუტანს ეს ჩვენ სტუდენტებს და აკადემიას. და მინდა გითხრათ, რომ ამის ლოგიკური გაგრძელება არის 28-29 აპრილს, 29-30 აპრილი, ანუ 3 დღიანი დაახლოებით აქტივობა არის დაგეგმილი იტალიაში, რომელსაც მასპინძლობს ენჯიმის საგანმანათლებლო ინსტიტუცია, რომელიც არის საკმაოდ მსხვილი ისტორიული საგანმანათლებლო ორგანიზაცია და ის ფოკუსირებულია, რომ ჩართოს ყველა მხარე, დაინტერესებული მხარე, რომ შემუშავდეს რაღაცა ახალი მოდელი, თუ როგორ უნდა გადავიდეს პროფესიული განათლების სისტემა თეორიიდან პრაქტიკაზე. და ჩვენი დელეგაცია იქნება წარდგენილი აუცილებლად და მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც და ყველა ის აქტივობა, რაც დაიგეგმება, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დელეგაცია, ჩვენი წარმომადგენლობა, სტუდენტები და ადმინისტრაციული და აკადემიური წარმომადგენლები იქნებიან ჩართული და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ შესაძლებლობას მოგცემს ჩვენ. ივონა, ძალიან დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ აი მართლა წინასწარმეტყველებას ვახსენე და ჩვენმა ინტერაქციებმა პირდაპირ ეთერში მართლა რაღაც კამპანიური ხასიათი მიიღო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად იმისთვის, რომ გავზარდოთ საზოგადოებაში ცნობიერება ზოგადად უსაფრთხოების პრეფერენციებთან დაკავშირებით და მივაწოდოთ ბიზნესს და მათ შორის დაინტერესებულ ბენეფიციარებს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ყველა იმ ფართოდ აპრობირებული სტანდარტის შესახებ, რაც დასავლურ სამყაროში არსებობს და მისი ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, შრომითი უსაფრთხოების კუთხით საქართველოში, იმიტომ რომ ეს ვალდებულება ჩვენს ქვეყანას 2014 წლიდან DCFTA-ის დოკუმენტზე ხელმოწერის დღიდან აქვს აღებული და შესაბამისად აუცილებელია და თქვენ სწორი ბრძანეთ, რომ რეალურად საგანმანათლებლო თეზისების ინტეგრირება პრაქტიკაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომაც
მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ეს დიალოგები ახლო მომავალშიც კიდევ უფრო საინტერესო სახეს მიიღებს და რა თქმა უნდა, ინტერესი, რაც საზოგადოების მხრიდან არის, მაქსიმალურად ვესწრებით, რომ იყოს დაგმაყოფილებული. მადლობა თქვენ. საინტერესო საუბრისთვის, წარმატებულ პოზიტიურ დღეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.